საბავშვო ბიბლიოთეკა ტრადიციის ამბავი აღნიშნავს ოკუპაციის დღეს. ის ადგილია, რომელიც ამა თუ იმ ადამიანს, ამა თუ იმ მერს ღვთის განგებლობით ეგოძა. სამშობლო, რა თქმა უნდა, არის გარკვეულ საზღვრებს შორის მოქცეული ტერიტორია. ის ბუნება, ის წიაღისეული, ის ფლორა და ფაუნა, რასაც ეს ტერიტორია მოიცავს. მაგრამ სამშობლო არის კიდევ უფრო სხვა. სამშობლო ჩვენი წინაპრების ძილობით გაპახიარებული მიწაა. ჩვენი ენით მე ქართველობა მინდა. ჩამოწოვლილად ჩვენში უწინათ ზვავი მოგჩვენებია საწუთრო დაიბინდა. მაგრამ მაშინაც ხმაზე გუდებია მკლავი. მე ქართველი ვარ, მე ქართველობა მინდა. არამს და არამს ჩვენს დაუყვერთან ზავი, არამს და არამს სული გველეშავს მინდან. არამს და არამს, არამს და არამს. ამინ, მე ქართველი ვარ, მე ქართველობა მინდა. მეოთხე საუკუნის მანძილზე საქართველო ორჯერ გახდა დამოუკიდებელი. საუკუნის დასაწყისსა და დასასრულს. პირველად ეს მოხდა 1918 წელს. მას შემდეგ რაც რუსეთი დამარცხდა პირველი მსოფლიო ომში, გააჯაყებულმა ხალხმა მეფის ხელისუფლება დაამხო. ამის შემდეგ რუსეთის იმპერია დაიშალა და მასში შემავალი მრავალი ქვეყანა გათავისუფლდა. თბილისის მოსკოვში ღამით მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომელიც მე-11 წითელ არმიას თბილისის დაპყრობის ამოცანას უსახავდა. 15 თებერვალს სტალინმა მოსკოვიდან ორჯერ მკიდევ აცნობა, რომ მე-11 არმიას დაუყოვნებლივ უნდა დაეკავებინა თბილისი. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, საიდუმლოდ ხდებოდა. მოსკოვი ცდილობდა მაინც შეენიღმა აშკარა აგრესია დამოუკიდებელი ქვეყნის წინააღმდეგ. ამიტომ გადაწყდა აჯანყებული საქართველოს შრომელების სახელით მოსკოვში გაგზავნილიყო თხოვნად დახმარებამ ქართველი ხალხი სასტრაფას დამოუკიდებლობისაკენ დაუპირისპირდა. აფხაზები და საქართველოში მცხოვრები ოსები. რუსი პოლიტიკოსების წაქეზებით ისინი საქართველოდან გამოყოფას და რუსეთთან შეერთდა. ნაკუწ კი არა, გაუმართოს საქართველოს მთლიანად, საქართველოს ის მწარე ხვედრი, ის სიმძიმე გადაიტანა მისმა დედამ, მისმა მამამ, ბებიამ, ბაბუამ. დღეს გარიმიძეს წამიკითხავს არაჩვეულებრივ თავის დაწერილ ლექს ოკუპაციასთან დაკავშირებით და როდესაც ეს ბავშვი ამ ლექს კითხულობდა, კაცრავად, მაგრამ მეტანში ჯურნალისტები მივიდა და წარმომიდგა ის ყველაფერი, რაც მიმდინარეობდა მაშინ და მარიამმა თქვა, რომ მე ჩემი სახლი კომპიუტერის საშუალებით მაქვს ნახული და ვუსურვებ, რომ მალე ნახოს თავისი საკუთარი რა თქმა უნდა ენახოს, დაუბრუნდეს არა მარტო მარიამი, არამედ ყველა არც ერთი მტოლული არ დარჩენილიყო საქართველოში და ყველა საკუთარი ჭერი, ეზო, თავისი ქალაქი და ასე შემდეგ ქონებდეს. მაგრამ ისინიც აფხაზეთი ბევრი კარგი მოყრის გამდელა, ამოძალიხან კეთ მოჭრილი საქართველო. მაგ დღე კალთაში თავს ჩაგიდებ და გაყუჩდები. ლოცვით მადლობით აღსარებით მითრთის ტუჩები. ამ თვალებს ახსოვთ ბევრი ხალხის სანაპიროზე, არეულობა ომით კივილი, როცა პირველად შიშით გულზე და დღესაც თვალწინ დამიდულ